მოსმენების პოლიტიკა სატელეფონო ჩანაწერები პირველად 2007 წლის ნოემბრის თვეში გამოქვეყნდა. მაშინ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ფილმიც მოამზადა სახელწოდებით ნოემბრიდან ნოემბრამდე, სადაც მთავარი პერსონაჟები შალვა ნათელაშვილი, ლევან ბერძელიშვილი, კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიები და ასევე გოგა ხაინდრავა იყვნენ. როგორც ფილმის რეჟისორი გვამცნობდა, სატელეფონო საუბრები მიუთითებდა რუსეთის დაზვერვასთან მათ კავშირზე. ნოემბრიდან ნოემბრამდე და არჩევნებიდან არჩევნებამდე. ირაკლი დანელია სიუჟეტში. ეს არის ფრაგმენტი გოგა ხაინდრავასა და რუსეთის საელჩოს თანამშრომელ პეტრე სოლომატინის სატელეფონო საუბრიდან. ფარული ჩანაწერი შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2007 წლის ნოემბერში გაავრცელა. ამ მასალის გარდა ეთერში მოხვდა ოპოზიციის სხვა ლიდერების სატელეფონო საუბრის ჩანაწერები. გამოძიება მაშინ რუსულ სპეცსამსახურებთან ქართული ოპოზიციის კავშირს ადგენდა. რუსეთის მხარდაჭერით. კრემლთან თანამშრომლობაში გამოძიებამ კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიებით დაადანაშაულა. ძმების სატელეფონო საუბრის გარდა შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა რუსეთის ფედერაციის საელჩოს მრჩევლის სატელეფონო საუბარი ცოტნე გამსახურდიასთან. აროჩე გავარა რა, უნიჭოები ხართ ბოზიშვილი ვიყო რა. 2007 წლის ნოემბრის მოვლენების შემდეგ ნაციონალურ არხებზე გავიდა 1 საათიანი ფილმი ნოემბრიდან ნოემბრამდე. მასში მოთხრობილი იყო როგორ და რა სქემით ცდილობდნენ კრემლის დაკვეთით და ბადრი პატარკაციშვილის ხელმძღვანელობით ოპოზიციის ლიდერები ხელისუფლების დამხობას. ჩანაწერებში ფიგურირებს შალვა ნათელაშვილიც. 150,000 კაცი გედგათ იქა და ვერაფერი ვერ უქენის, თქვენ გიჟები ხართ, ბიზია ვიღაცა ხართ. ჩვეულებრივი ტელეპიარია, ეს არის დიდი სისულელე. ქურდიც ჩვენი მოქალაქეა, პროფესორიც და მწერალიც, პოლიტიკოსი შეიძლება ყველას ხვდებოდეს და ესაუბრებოდეს. ეგ არის ჩვეულებრივი პროვოკაცია და ტელესისულელე სააკაშვილის იმ ცნობილი მექსიკური სერიალიდან 905 სერია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეთქმულების მონაწილედ მაშინ რესპუბლიკელი леван ბერძენიშვილიც დაასახელა. Нереально, потому что я знаю, что очень серьезно готовится эта встреча на саммит грузинский. Арც машин იყო დანაშაული, არც ახლა დანაშაული და რაც თავარია, არა გვაქვს წუნება, რომ ნამდვილია. ჩვენ უდანაშაულონი ვართ და გასაგებია მასალების სიმცირე კი არ არის. უბრალოდ აბსოლუტური ცილისწამება და დამნაშავეს ამ შემთხვევაში იყო საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც ჩემს კონკრეტულ შემთხვევაში ცილი დამწემა, დამნაშავე იყო საქართველოს ის სტრუქტურები, რომელიც სხვა ჩვენს ყველა უარს ამოვს ახლა იმ ფილმზე ნოემბრიდან ნოემბრამდე, იმას არ აყავს პატრონი. ამ ფილმის მომზადებიდან 5 წელი გავიდა, თუმცა დღემდე ფილმის არც ერთი გმირის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა. მაესტროს კითხვაზე, რატომ არ დაისაჯნენ კონკრეტული პირები, თუ ისინი სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდნენ, ნაციონალური მოძრაობის პრესპიკერი ასე პასუხობს. სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის კონკრეტული საკითხები არ იქნა დასმული კონკრეტულ შემთხვევაში, რომელიც ათავისუფლებს ან ხაინდრავას, ან ბატონ ბერძენიშვილს, ან ნებისმიერ სხვა ადამიანს, რომლებიც ვიხილეთ რუსეთის სპეცსამსახურებთან პირდაპირ სატელეფონო ხაზზე იმ პოლიტიკური პასუხისმგებლობისგან, რომელიც მათ უნდა აიღონ და რომელსაც საქართველოს მოქალაქეები გამოუტანენ მათ, როგორც განაჩენს 1 ოქტომბრის არჩევნებზე.